სულ უფრო მეტი ახალგაზრდა ეწირება ნარკოდანაშაულს. ივანიშვილის ოცნებამ ძალაუფლებაში ყოფნის მე-14 წელს ბრძოლა გაუჩაღა ეგრეთ წოდებულ სააფთიაქო ნარკომანიას. ივნისის ბოლოს ბრალი წაუყენეს 20 პირს, 3-ს დაუსწრებლად. დაკავებულ 17 პირს შორის ერთი ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ზურაბ აზარაშვილის ყოფილი მოადგილე ირაკლი მხეიძეა. გამოძიება მხეიძეს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელობისას ჩადენილ დანაშაულს ედავება. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით 2018-2025 წლებში მოქმედმა მასშტაბურმა სქემამ უკანონოდ 53 მილიონ ლარზე მეტი მიიღო. საქმეზე ძებნა გამოცხადდა კიდევ 3 პირზე, მათ შორის ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრზე მიხეილ ჩოხელზე. ჩვენ დღეს მოგიყვებით, რომ მასშტაბური დანაშაულებრივი სქემის გამოვლენა ივანიშვილის ხელისუფლებას ჯერ კიდევ 8 წლის წინაც შეეძლო. როცა გამომძიებელმა ივა აბესაძემ მოკვლევა ჩაატარა, შეისწავლა მასალები, საქმეში უამრავი მტკიცებულება იყო, მაგრამ შედეგის დადების ნაცვლად გამომძიებელი საქმეს ჩამოაშორეს. იმ წლებში ამ საკითხისთვის მთელი სიმწვავით ყურადღების მიქცევა მოითხოვა პოლიტიკურმა ოპოზიციამაც, მაგრამ უშედეგოდ. ივა აბესაძე და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ლევან თარხნიშვილი არიან ახლა ჩვენი გადაცემის სტუმრები. მოგესალმებით, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. ეს საკითხი უდაოდ ძალიან მნიშვნელოვანი და მწვავეა და ასევე აქვს ხილების პრეტენზიაც ჩვენს დღევანდელ შეკრებას, რადგან სახეზეა ხელისუფლების მხრიდან, ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მხრიდან დემონსტრირება იმის, რომ პრობლემა მათთვის მნიშვნელოვანი, მწვავეა, აქტუალურია, მაგრამ ამას ვხედავთ მე-14 წელს და ეს ვერ დავინახეთ, თუნდაც ბოლო 8 წელი, რისი შანსიც მათ ჰქონდათ. ბატონო ივა, თქვენი ამბავი რომ გითხრათ, თქვენ არ დაანებდით არც ერთ ეტაპზე, ცდილობდით რომ ამ მასალისთვის ყურადღება მიექცია სისტემას. ახლაც კი 30 მაისს შეიტანეთ ახალი განაცხადი, განცხადებით მიმართეთ საგამოძიებო უწყებას, რომ მიაქციონ ყურადღება იმ მასალებს, რაც მოიკვლიეთ. როგორი იყო გამოხმაურება? პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენ ტელემაყურებლებს. ერთი შესწორება 30 ივნისს ჰქონდა შეტანილი. 30 ივნისი. 30 ივნისი. ესე იგი, ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ დაიწყო გამოძიება აი ამ სააფთიაქო ნარკომანიის, ესე ვთქვა და უკანონო წამლის ბრუნვასთან დაკავშირებით გამოძიება იყო დაწყებული და რატომღაც მოიცავდა ესე იყო გაჟღერებული საინფორმაციო საშუალებებით, რომ მოიცავდა 2018-25 წლებს ამ პერიოდს. მაგრამ მე ჯერ კიდევ 2017 წელს მქონდა მასალები, რომლებიც ესე იგი ადასტურებდნენ ამ სააფთიაქო ნარკომანიის ძალიან დიდ და ღრმა პრობლემას, ეს ერთი და მასში ჩართულ თანამდებობის პირებს, რომლებიც არა მარტო ხელს აფარებდნენ, ხელს უწყობდნენ აი ამ სენის გავრცელებას, რომელიც თქვენ ნახეთ ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში რამდენი ოჯახი დაიღუპა და რამდენი ახალგაზრდა არის აი ამ ესე ვთქვათ სააფთიაქო ნარკომანიის და სინთეთიკური საშუალებებით დაღუპული და ვთქვათ სიცოცხლეს გამოესალმა. ახლა ამაზე დიდი ტრაგედია რა უნდა იყოს. ამასთან დაკავშირებით მე მქონდა მასალები მოპოვებული და მაშინ მე მოვახსენეთ მაყურებელს, რომ მსახურობდი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში და მოპოვებული ინფორმაცია, როგორც წესი და რიგი მოითხოვს, ოპერატიული პატაკის საფუძველზე მივაწოდე ხელმძღვანელობას, რომელზედაც რეაგირება საბოლოო ჯამში ესე გამოვიდა, რომ არ იყო. რეაგირება არანაირი არ მოყვა, ეს პრობლემად დარჩა და აი 2026 წელი არის და ეს პრობლემა დგას აქტუალურად და ეხლა დაიწყეს ამ პრობლემასთან ბრძოლა. ბატონო, ამ საკითხის დამძიმება ისედაც არ ჭირდება, საკმაოდ მწვავეა და მტკივნეული ძალიან ბევრი ოჯახისთვის, მაგრამ მაინც უნდა ითქვას ამ 8 წლის განმავლობაში ეს საქმეები თავის დროზე რო გახსნილიყო, რა შედეგი დაიდებოდა, რამდენი სიცოცხლე შეიძლებოდა გადარჩენილიყო? ელისონ, ნახეთ როგორ გეტყვით, სულ რო ერთი სიცოცხლე გადარჩენილიყო. აქ არ არის მხოლოდ ერთი სიცოცხლე, მაგრამ ერთი სიცოცხლე რო გადარჩენილიყო სულ. ესეც წარმოიდგინეთ, რამხელა ტკივილის არიდება იქნებოდა თუ გინდათ ერთი ოჯახის ტრაგედია რო არ ყოფილიყო, მაგრამ სამწუხაროდ, ხო, ჩვენ დავდექით იმ რეალობის წინაშე, სადაც ხო ამ საკითხს ვიღაცამ კი არ ეცადა, რომ შემცირებულიყო ეს დანაშაული. პირიქით, აქ ხელის შეწყობა დავინახე და დანაშაულზე ხელის დაფარება. მე ეს დავინახე და ჩემი მოკლეული მასალებით და რა შედეგებიც მოყვა მაგას, ხო? მე მაგას ხედავ, რომ 8 წელიწად ნახევარია
რატომღაც ხო ეხა დღეს გახდა აქტუალური მე არ მინდა ის ვიფიქრო რომ ეხლა ხდება ჩანაცვლება გავლენების ჩანაცვლება ხდება და ვიღაცამ ხო ეს იატაკქვეშა და ეს შავი მედიკამენტები ბჭყალებში ვიტყვი ვიღაცამ უნდა გადაიბაროს თქვა ერთი ჩაიხსნა ერთი ჯგუფი და მეორე ჯგუფმა ჩაიბარა ძალიან საინტერესო ეჭვი გამოთქვით რასაც პოლიტიკური შეფასება მინდა ვთხოვ ბატონ ლევანს და დაგიბრუნდებით ძალიან საინტერესოა რეაგირება თუ დაგიბრუნდათ უკან თქვენ განცხადებაზე ბატონ ლევან აი რადგან არსებობს ესეთი ეჭვი რომ მაშინ ვიღაცამ არათუ მხოლოდ ხელი დააფარა დანაშაულს არამედ ხელი შეუწყო რომ ამ სქემას კიდევ უფრო ემუშავა ვინ შეიძლება ყოფილიყო ეს აი ცოტა ხნის წინ ვახსენეთ რომ ფარცხალაძესთან დაკავშირებული ჩოხელი მაგალითად მიმალვაშია. ეს ის პერიოდია, როდესაც ფარცხალაძე იყო ხო პროკურორი. აი რა ეჭვების საფუძველი არსებობს? მოგესალმებით ჩვენ ტელემაყურებლებს. ეჭვები არსებობს რამოდენიმე და აბსოლუტურად კონკრეტული მიმართულებით. როდესაც რა პერიოდზეც ბატონი ივა ლაპარაკობს, ანუ 2017-18 წელი, მაშინ ფაქტობრივად მთელი ძალოვანი სტრუქტურა იქნება ეს პროკურატურა, ფინანსური პოლიცია თუ სხვა ამ მიმართულებით მომავშავე ორგანოები იყო ფარცხალაძის ქვეშ. ის იყო ჯერ ფორმალურად პროკურორის, შემდეგ გახსოვთ თქვენ განთავისუფლეს ბოტასების ცნობილი სკანდალის მერე, თუმცა წლების განმავლობაში ის რჩებოდა არაფორმალურ მმართველად, ჩვენ ხო არაფორმალური მმართველობის ქვეყანაში ცხოვრობ. შემდეგ ეს სფერო, ანუ ნარკოტიკების სფერო მთლიანად და მათ შორის საფრთხეაქო ნარკოტიკებიც და იქიდან გამომდინარე მიღებული შავი ფური გადაიბარა ლილუაშვილმა. და ესეც საყოველთაოდ ცნობილია. შესაბამისად, ჩვენ ტელემაყურებლებს შეუძლია აირჩიოს რომელ ბჭყალებში გმირზე მიიტანოს ეჭვი, რომ მისი ადამიანები და მისი კადრები წლების განმავლობაში აი, ევროპული საქართველოს კადრები გადის, სადაც ბატონი ივაც არის და თქვენი იმდროინდელი თანაგუნდელები, მაშინ თქვენ როგორც პოლიტიკური ოპოზიცია მოითხოვდით ამ საკითხზე ყურადღების გამახვილებას. წარადგინეთ კონკრეტული ფაქტები, ბატონმა ივამ წარადგინა კადრში დაინახეთ გივით არგამაძე, მეც მქონდა ცალკე ბრიფინგები, ჩვენი ოპოზიციონერი პარლამენტარები მაშინ პარლამენტშიც გამოდიოდნენ იგივე საკითხზე, მაგრამ ეს დარჩა რეაგირების გარეშე, დარჩა ჩვენი ხმა ღაღადებილს და შინა, მაგრამ რა შეიძლება ითქვას, ხო? ეს არ არის მხოლოდ ერთი სფერო, ხო? ეს რო იყოს მხოლოდ ერთი სფერო, ვიტყოდით, რომ ყოველ შემთხვევით მოხდა ესე, რომ არავინ არ მოგისმინა და სქემამ გააგრძელა კორუფციულ და დანაშაულებრივ სქემამ გააგრძელა მუშაობა. მაგრამ იგივეს ხდება სხვა სფეროებში, ხო? წლების განმავლობაში მედია, ოპოზიციონერული პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები ლაპარაკობდნენ კორუფციაზე თავდაცვის სფეროში, ხო? უარყოფდნენ პირზე დუჟმომდგარები, მაშინდელი ლიდერები, მათ შორის დღევანდელი ეგრეთ წოდებული პრემიერიც, რომელიც მაშინ პარლამენტში იყო, პირზე დუჟმობებული გვეუბნებოდა, რომ არა, ქართულ ოცნებაში არავითარი კორუფცია არ არის. ჩვენ მინისტრებს წინო დაუდოთ ფული არ აიღებენ, ხო? მანახეთ ერთი კორუმპირებული მინისტრი და გადავდგები, ამბობდა ყველანი. შედეგი რა გვაქვს, ხო? დღეს ორი ადამიანი, რომელიც იყო თავდაცვის მინისტრი, ზის ციხეში. ჩვენ ვლაპარაკობდით იგივეზე ინფრასტრუქტურის სამინისტროზე, გზებზე. რა გვაქვს შედეგი? დღეს მაღალი ჩინოსნები ასევე სხედან ციხეში იმ დანაშაულებს, რომელზეც ჩვენ წლების განმავლობაში საუბრობდით და მაშინ ყველა ამბობდა, რომ არა, როგორ გეკეთებათ, ყველანი წმინდანები არიან ქართულ ოცნებაში. დღეს იგივე ლაპარაკი მიდის თქვა თბილისის მერიის შესახებ. ასევე უარყოფენ და მე არ გამორიცხავ, რომ ხვალ ზეგ შეიძლება თბილისის მერიის მაღალ ჩინოსნები და თავად ბატონი კალაძემას გაიაროს და გაიზიაროს ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის და სხვა მაღალჩინოსნების ბედი, ხო? ანუ რა ხდება? ეს არ არის არც კორუფციასთან და არც დანაშაულთან ბრძოლა. ეს არის უბრალოდ ერთი, რომ პრობლემა არსებობს და შესაბამისად რაღაც რეაგირება უნდა მოახდინონ, ეს ერთი. მეორე, ეს არის კლანებს შორის ბრძოლა და ხდება იგივე ფარცხალაძის, იგივე ლილუაშვილი, იგივე ღარიბაშვილის კლანების ჩანაცვლება სხვადასხვა მიმართულებით, ოღონდ სქემა რჩება.
და სხვა სქემებისგან განსხვავებით რომ იქნება ეს ინფრასტრუქტურა, იქნება ეს თავდაცვა, აქ კონკრეტული ადამიანები ზარალდებიან და კონკრეტული ადამიანები იღუპებიან. და არაერთი აქ პრიორიტეტი ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა გამორიცხულია ეს რეჟიმს. გამორიცხულია ფაქტია, ხო, რომ არავითარი რეაგირება არ მოახდინა ამ წლების განმავლობაში, ბოლოს მოხდა ტრაგედია და შეიძლება ამ ტრაგედიამ გამოიწვია და ეს იყო ტრიგერი რომ გაიძრნენ და რაღაცა რეაგირება მოახდინეს, მაგრამ მე ცინიკურად გამოთქვავ ეჭვს რომ რეაგირება მოხდა არა ამ ტრაგედიის გამო, არამედ იმის გამო რომ ფარცხალაძე უკვე ჩასანაცვლებელია, ლილუაშვილი და მისი კადრები უკვე ჩასანაცვლებლებია და შესაბამისად სქენა უნდა შენარჩუნდეს, ოღონდ ცოტა სხვანაირი უნდა სხვა ჯიბეში წავიდა ჯიბე ერთია ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის, მაგრამ სხვა გზებით და სხვა ადამიანების კრიშით თუ შეიძლება ასე ითქვას. იმიტომ რომ ფაქტია, ხო, რომ აი ძალიან შორს რო აწავიდეთ, ბატონი ივა დებს კონკრეტულ ფაქტებს, რეაგირება ნული. დღესაც მიმართა პროკურატურას. აი დავალოდოთ პროკურატურის რეაგირებას, აი თქვენ რა კომუნიკაცია გქონდათ და ისიც რომ უთხრათ მაყურებელს, ნუ 8 წლის თავზე შეიძლება რაღაცები შეიცვალა, მე ვიტოვებ მაინც ეჭვს, რომ ეს ინფრასტრუქტურა, რაც ამ დანაშაულს ჭირდება, დიდად არ შეიცვლებოდა, მაგრამ მაინც თქვენ ხელში რა გიჭირავთ, მგზაობა როგორი გაქვთ, თანამშრომლობა ალბათ გსურთ ხომ საგამოძიებო უწყებებთან, მათი მხრიდან თუ იყო რაიმე უკუკავ ნახეთ, რაღაცა იმედის ნაპერწკალი გაჩნდა, როდესაც 30 ივნისს მივმართე მე პროკურატურას, თავარ პროკურატურას მივმართე და ამ საქმის საპროცესო ზედამხედველს მივმართე პირადად, ქალბატონ მაია გუგეშაშვილს და მოვახსენე მას, რომ მე კონკრეტული საქმეს არ ვეძახი, ეს არის პრობლემა, ეს არის ტრაგედია. კონკრეტული ტრაგედიის, კონკრეტული საქმის რაც გინდა დაარქვით, ირგვლივ მაქვს გარკვეულ ინფორმაციას, რაც შემიძლია დავადასტურო კონკრეტული მასალებით და მზად ვარ თანამშრომლობისთვის. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს. მეორე დღესვე, უკვე ეს 1 ივლისი იყო, დამიკავშირდა ფინანსური პოლიციის საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი ბატონი ლევან წაქაძე, რომელმაც ნუ ცოტა გამიკვირდა რა ქვია ტელეფონში, ესე ვთქვათ, ბატონმა მკითხა რომ რა ინფორმაციას ფლობდა, თუ შემეძლო გვარების დასახელება რა და ნუ მაგაზე მე რა თქმა უნდა გამიკვირდა და უთხარი რომ ხოლმე გვარები ვინ მფარველობდა დანაშაულს? ხო, რაღაც, ნუ ტელეფონს ოღონდ ტელეფონით იყო, ხო, ნუ რა თქმა უნდა, ეხლა მე ამითივე არ ვაფასებ. ამის მიხედვით გადაწყვეტდნენ დაებარებინეთ თუ არა? ხო, ნუ ეხლა ეგ უკვე ნახეთ როგორი რაღაც რიტორიკულ კითხვად დავტოვოთ. ეს დავტოვოთ რა და ნახეთ, რადგანაც მე ვუთხარი რომ როდესაც დამიბარებთ, მე მზად ვარ თანამშრომლობისთვის, ჩემი ინიციატივით, ესე ვთქვათ, მივმართე პროკურატურას, რადგან თქვენ მზადებით გამომძიებელი მეთქი ამ საქმის და რადგან პროკურატურამ თქვენ გადმოგიგზავნათ ჩემი განცხადება, მზად ვარ თანამშრომლობისთვის, დამიბარეთ და მე ყველა იმ სახელებს, სავარაუდო ხელის დამფარებელს, ხელის შემწყურ, ყველა იმ დოკუმენტს, რაც ხელთ გამაჩნია, მოვიტან და მეთქი ვიმჟელოთ იმის, მერე უკვე თქვენ მიეცით, თქვენ გამოიძიე და პროკურატურამ მისცეს, თქვათ, იგივე სამართლებრივი შეფასება. მაგრამ ნახეთ ამის შემდეგ კიდე რა იყო, რომ მეორე დღესვე, ესე იგი იგივე იმ 1 ივლისს, უკვე პროკურატურიდან მომივიდა წერილი, რომ თქვენი განცხადება რეაგირებისთვის გადაგზავნილი, უпростоრედ ასლი მომივიდა იმისი, რომ ბატონ ლევანს გადაუგზავნეს პროკურატურიდან ეს ჩემი განცხადება და ესე ვთქვათ, როგორც გამომძიებელს მას უნდა ემოქმედა შემდგომში. ეს ნაპერწკალიც იმიტომ ვახსენე და გაკვირვება ჩემი იმიტომ გამიკვირდა, ესე ვთქვათ, რომ 8 წელიწად ნახევარია გავიდა, რაც მე ეს პრობლემა, ამ პრობლემით და ყველა მტკიცებულებით, ყველა დოკუმენტით, თავისი მოქმედი პირების დასახელებით და წინასწარ ვიტყვი, რომ მე უდანაშაულობის პრეზუმპციას მაინც ხო, ამ ეთერში ჩვენ არ გთხოვთ სახელებს და გვარებს, რომ მიხვალთ საგამოძიებო უწყებაში, არა ტელეფონით, პირადად მოახსენეთ. ჩემი თქვენდამი დიდი პატივისცემის მიუხედავად, მე არ დავასახელებ და მხოლოდ როდესაც
შედგება ოქმი, როდესაც დავიკითხები, როდესაც ჩემი გამოკითხვა მოხდება, მე მზად ვარ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ და აი პირდაპირ ეთერიდან მინდა მივმართო ახლა თავარ პროკურატურას, მინდა მივმართო საგამოძიებო სამსახურებს, რომ მზად ვარ თანამშრომლობისთვის, მზად ვარ ამ საქმის ირგვლივ არსებული ყველა მასალა მივაწოდო საგამოძიებო სამსახურებს და შემდგომ ხო თვითონ მიცენ სამართლებრივი შეფასება, თვითონ შეაფასონ ჩემს მიერ მიწოდებული ინფორმაცია, თვითონ ნახონ კიდე 2017 წელს, ეხლა 8 სახელებენ 18, ეს 2017 წელს, იცით, ეს ჩემამდე მოვიდა ეს ინფორმაცია. არა ვარ ჩვენ დაზღვეულები, რომ ეს იგივე არ ხდებოდა 2016 წელს, იგივე არ ხდებოდა 15 წელს რა. ესე რომ შემოიფარგლენ, ხო, პირველ რიგში ეგ იყო ჩემთვის ცოტა გაუგებარი, რომ ეს კონკრეტულად დასახელდა და ამან გააჩინა ჩემში კითხვები, რომ ეს კონკრეტული, მაგალითად 18-25 კონკრეტული ჯგუფის ჩასანაცვლებლად ეს ვარაუდი. ლოგიკურად ეგრეა. ხო, იმიტომ რომ 18-ში ხო არ გაჩნდა, ხო არ გაჩნდა ეს პრობლემა. ანუ როგორც მინიმუმ 18-მდე მოდიოდა, ხო? მზადდებოდა ნიადაგი და 18-ში უკვე ჩამოყალიბდა სისტემა. ხო, სისტემა ეს ერთ დღეში ხო არ ყალიბდება, შესაბამისად ხო, სქემაზე. თუ ლაპარაკობთ იმაზე, რომ 18-ში უკვე არსებობდა სისტემა და სქემა, ესე იგი 18-მდე როგორღაც მოვიდა ესა. როგორც მინიმუმ მოსამზადებლების სამუშაოებით, ხო? მაგრამ რახან აქვთ კონკრეტული ამოცანა, არა პრობლემის აღმოფხვრა, პრობლემაზე რეაგირება, დამნაშავეების სრულფასოვნად დასჯა, არამედ უბრალოდ ჩანაცვლება ერთი კლანისა მეორეს, ამიტომ ზუსტად შემოხაზეს ეს წრე 18-დან ჩაკეტეს 18-დან 25-მდე, ხო? 25 წლამდე, ხო? და შემდეგ უცებ ხდება ხოლმე ეს ცალკე ამბავია, ხო? პოლიტიკური პასუხისმგებლობის არაღება, ხო? აი დღეს თქვათ პრემიერად წოდებული ადამიანი ამბობს, რომ აი ამ წლიდან უკვე ჩვენ განვიწმინდეთ და აღარ ხდება კორუფცია, აღარ ხდება დანაშაული. უკაცრავად და იქამდე ვინ იყო? ამის სხვა გუნდის წარმომადგენლები იყვნენ, მთვარიდან ჩამოფრენილი ადამიანები, უცხო პლანეტელები იყვნენ თუ პოლიტიკური მემკვიდრეობის აღიარება არ მემკვიდრეობა არ ხდება, ხო? და მეორე მხრივ, უკაცრავად ბატონი ირაკლი სად იყო იქამდე? იყო პარლამენტში, ხო? და პარლამენტს ევალება ერთ-ერთი მთავარი მოვალეობა არის ზედამხედველობა მთავრობაზე და სხვა აღმასრულებელ სტრუქტურებზე, მათ შორის პროკურატურაზე თუ სხვა ორგანოებზე. შესაბამისად, ლოგიკური კითხვა ხდება, რას აკეთებდა ბატონი ირაკლი იმ პარლამენტში? რომლის სპიკერი იყო? კანონმდებლობა ამდენ დონეზე ნამდვილად იცის, რომ ალბათ იცის, ხო? და შესაბამისად, ხელების თაბანა არ გამოვა. გაცნობიერებული. პიროვნულ დონეზეც არ გამოვა. გუნდურს რო თავი გავანებოთ, გუნდურაც 2012 წელს რო გადაიბარეს ხელისუფლება, იმის მერე არიან პასუხებლები ყველა იმ უბედურებაზე და ყველა იმ დანაშაულზე, რაც ხდებოდა ყველა სფეროში, მათ შორის ნარკომანიურ დანაშაულზე და მათ შორის სააფთიაქო ნარკომანიაზე. მაგრამ პიროვნულ დონეზედაც ვერ გაექცევა თავის პასუხისმგებლობას. ბატონ ივას კიდევ ერთი კითხვით მინდა დავუბრუნდე. თუ არ ვწდები 20 წელზე მეტია თქვენ საგამოძიებო სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილება გაქვთ. მაინც მინდა მაყურებელს ჩამოდვალ, მე გარკვეული მასალები ვნახე თქვენთან ვისაუბრე გადაცემის მომზადებისას. მე მაქვს წარმოდგენა, მაგრამ ვუთხრათ მაყურებელს რა შრომაა გაწეული იმ საქმის ასაკინძად, რომელიც შემოდეს შემდეგ თაროზე. ვიზე გასვლა შეიძლებოდა მაშინ, რა დევს ამ საქმეში მასალების და მტკიცებულებების სახით. ესე იგი, რაც შეეხება ჩემს ძალოვან სტრუქტურაში მოღვაწეობას 93 წლიდან დავიწყე ძალოვან სტრუქტურაში მსახური და იმ დღიდან არც ერთი დღევანდელი დღის ჩათვლით მე არ ვთვლი, რომ მე არ ვემსახურები ძალოვან სტრუქტურებს და არ ვარ მისი, ესე ვთქვათ, აი ამ გუნდის წევრი. რაც შეეხება თქვენ კითხვას კონკრეტულად, ნახეთ, ამ შემთხვევაში მოდით დავკონკრეტდები და პირდაპირ გეტყვით. ის მასალები, რომელიც დღევანდელ დღეს ეს იყო 2018 წლის იანვარი და მანამდე კიდე მე არაერთგზის ჩემს უშუალო ხელმძღვანელობასთან მე გულისხმობ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს. ეს მასალები რომ მივაწოდე, მქონდა მათთან საუბარი. დავაყენე ამ პრობლემის
როგორი რთულია ეს პრობლემა და რა შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს, ხო და დღევანდელ დღეს რა შედეგი ეს შედეგი რაც დადგა მაგას გულისხმობ. მაგის გარდა, ხო, მე როცა მივმართე პროკურატურას და თქვენ თქვით, რომ აი ამ მასალების აკინძვა და რა შრომის ფასად დაჯდა. პირველ რიგში კიდე იმას უბრუნდები. ის შრომა არაფერი არ არის, მე მზად ვარ აი მთლიანად აი ეს ჩემი ნაშრომი წყალში გადავყარო, ერთი სიცოცხლე მაინც რო გადარჩეს, აი ვინც შეეწირა კონკრეტული ჩინოვნიკების გულგრილობას, ამ პრობლემაზე ყურადღების არ გამახვილებას. მზად ვარ, მაგრამ სამუშაო მართლაც დიდი არის გატარებული და კონკრეტულად ყველა ეტაპზე არის მასალებით ჩემი მხრიდან დადასტურებული ყველა ის უკანონო ქმედება, ყველა ის ხელის დაფარების მომენტი, ყველა ის ხელის შეწყობის მომენტი, ყველა ის უკანონობის ჩადენა, რა არის ეს აი ერთ დანაშაულს მეორე ემატებოდა. ხდებით? მაგის გარდა, ხო, იგივე აფთიაქების მისამართები, ხო? რა თქმა უნდა, აქ კონკრეტულად კრებსები, მიმოწერა, ყველაფერი, საკონტროლო შესყიდვა. კი ბატონო, აი დღეს ხო ეს საჯაროა ეს ყველაფერი. გამზადებული საქმე იყო, უბრალოდ ხელი შეუშალა. ნახეთ, მე გეტყვით ესე. საბრალდებო დასკვნა წარუდგინე მე პროკურატურას, რომელიც უბრალოდ უნდა გადაეგზავნათ სასამართლოში. იმიტომ რომ გამოძიებული თავისი დოკუმენტალური მტკიცებულებებით ყველაფერი მივაწოდე, მაგრამ ნახეთ აი 8 წლის განმავლობაში 8.5 წელია რა უკვე, იმიტომ რომ 18 წლის იანვარში მოხდა ეს რა, მანამდე რო თავი დავანებოთ, რაც ფინანსთა სამინისტროში, ხო, იგივე მხოლოდ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში კი არ მქონდა ეს მე საკითხი დაყენებული. აგრეთვე მიმართე ფინანსთა სამინისტროს, ესე ვთქვათ, გენერალურ ინსპექციას მიმართე. ნუ მაგ შედეგებზე მე თუ იქნება და მოითხოვს საჭიროება ვრცლად ვისაუბროთ, მაგრამ აღარ დაგაკარგინებთ მაგაზე დროს. მაგის მერე ხო მქონდა მე შეხვედრა ასევე უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან, რომელთაც ეს პრობლემა გაუზიარე და უთხრა რომ დღევანდელ აი ეს პრობლემა დგას რეალურად. და ამის შემდეგ, ნუ უკვე, როდესაც დავინახე რომ სრული გულგრილობა, მე უკვე ამის შემდეგ მე გადავწყვიტე რომ თქვა პროკურატურაში ესე ვთქვათ, მეპოვა სამართალი და პროკურატურა მაინც დაინტერესებული იყო, მაგრამ აი კიდე გეუბნებით, არც ეხა არ არის დასამალი გვარი, არ მინდა არც იმ გამომძიებლის გვარი თქვა, მაგრამ მისი პასუხი 8 წლის განმავლობაში უკვე რაც უკვე იუმორში გვა გადასული, რომ მოვიკითხავ ხოლმე, როგორ ბრძანდებით, მე მეუბნები, ალბათ გამომძიება მიმდინარეობს და მეუბნება რომ კი, მაგრამ აი ხლა აქედან მინდა პროკურატურას თქვენი ეთერით მივმართო. თუ ეს ადამიანი 8 წელიწად ნახევარი ამ საქმეს ვერ იძიებს. ეგებ დაუფიქრეთ, ეგ კვალიფიკაცია არ ყოფნის. ეგებ სხვა რამე კერძო საქმით არის დაკავებული. აი ბატონმა ლევანმა რომ ბრძანა, ხო ეხლა პოლიტიკურ შეფასებას აძლევს ბატონი ლევანი და მე არ გადავალ მის ეპარქიაში, ესე ვთქვათ, მაგრამ შეხედეთ როგორი რაღაცა აქ ხო მე ვიცი, რაც ხდება, ხო? აქ ხო მე მერიდება, მოდით რა, რო იტყვიან საქმე만 შენმან წარმოგაჩინონ, მაგრამ მე არ ვიყო პროფესიონალი ვარ, ყოველ შემთხვევაში დილეტანტი არ ვარ, ხო, მაგ საქმეს. და აქედან მიმართავ თავარ პროკურორს, უკვე მესამე თავარი პროკურორი შეიცვალა ამ საქმემ. და მე მგონი მესამე ქალაქის პროკურორი თუ არ ვწდები და ის აი მიმართავ აქედან და ეგებ კვალიფიკაცია არ ყოფნის ამ ხალხს და ნუ გჯერავ თქვენ რომ თქვენ შეიძლება არ დაგიდგეთ და თქვენ შვილებს არ დაუდგეთ იგივე ეს პრობლემა და თქვენს კარს არ მოაკაკუნოს. იმ ტრაგედიამ, რა თქმა უნდა, ღმერთმა დაიფაროს უყველა, მაგრამ იმ ტრაგედიამ, რომლებიც იმ ოჯახებში შევიდა, რომლის ხო გულგრილობა და სხვათა შორის, ნახეთ, ალბათ მე დავაკელი რაღაცა და მართლა ვამბობ, რაღაც ჩემ თავსად გზნობ დამნაშავეთ, რომ ალბათ კიდე უფრო მეტი უნდა გამეკეთებინა. ალბათ კიდე უფრო მეტად უნდა გამესაჯაროებინა. მაგრამ დღევანდელ დღეს ჩვენ აი ამ უცემულობის წინაშე ვდგავართ. იღუპებიან ახალგაზრდები და როგორც ბატონმა ლევანმა ბრძანა, მეც აი ძალიან არ მინდა ასე რომ იყოს, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ აქ არ ხდება ერთი ჯგუფის მეორეთი ჩანაცვლება და ეს გაგრძელდება ყველაფერი ისე. დიდი მადლობა, ბოლო კითხვა მინდა დავუსვა ბატონ ლევანს. როდესაც ასეთი მოცემულობაა, ხო, გამომძიებელმა საქმე გამოიწია, საქმე თაროზე შემოდეს, გამომძიებელი სისტემას ჩამოაშორეს, პოლიტიკური ნება ჩანს ხოლმე, რაღაც პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, ასეთ მოცემულობაში, როდესაც მართლაც საზოგადოებისთვის აი სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხზე ლაპარაკი, როგორ უნდა აიძულოს საზოგადოებამ ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, რომ იმოქმედოს მართლაც და არაფასადურად? იძულების მეთოდი არის ერთადერთი, ეს არის პროტესტი
წავე პროტესტი ყველა მიმართულებით, როგორც ქუჩაში, ისე სხვადასხვა ინსტიტუტების გამოყენებით, იქნება ეს მედია, საერთაშორისო კავშირები თუ სხვა მეთოდი ფაქტობრივად არ დაგვიტოვეს. იმიტომ რომ იმის შანსი, რომ რაღაცა სამართალს იპოვი სასამართლოში, იმის შანსი, რომ პოლიტიკური ბრძოლის შედეგად პარლამენტში რაღაცას მიაღწევ, აღარ არსებობს. ხო ინსტიტუტები აღარ მუშაობს. უბრალოდ მუშაობს მხოლოდ ერთი მიმართულებით, რომ დაიცვას ქართული ოცნების ინტერესები და მისი არაფორმალური მმართველის ბატონი ბიძინას ინტერესები. მეც არაფერს ინსტიტუტები არ აკეთებენ, ხო? პერიოდში ერთხელ ხდება უბრალოდ კლანური შეჯახება ბატონ ბიძინას ვიღაცა არ მოეწონება და შესაბამისად იწყება მისი ჩანაცვლება და რახან ეს სისტემა საკმაოდ გამჯდარია, ჩანაცვლება მიდის დომინოს პრინციპით, ხო? მოიცავს ფაქტობრივად ყველა დონეს და ყველა სფეროს. შემდეგ იღება ახალი სისტემა ჩვენთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის არაფერი უკეთესობისკენ არ იცვლება, უარესდება. ის თქვა 2017-ში რა მდგომარეობაც იყო, ეხლა კი არ გაუარესდა. ყველა მიმართულებით, მათ შორის ამ მიმართულებითაც და რაც თავარია კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეწირებიან აბსოლუტურად კონკრეტული ადამიანები, უდანაშაულო ადამიანები, ახალგაზრდა ადამიანები, რომელიც უნდა ყოფილიყო ჩვენი ქვეყნის მომავალი. მთელი თაობა საფრთხეშია და აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ვიღაცას ხელს ააფარებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ არ არის, რომ ეგეც საშინელი დანაშაულია, როგორც აღმოჩნდა, რომ ბავშვებს საჭმელს პარავდნენ და ჯარისკაცებს ასევე საკვების ფულს პარავდნენ და როგორც აღმოჩნდა, დაგებული გზები ხიფაც მოიცავს და როდესაც რა ჩაინგრევა, არავინ არ იცის და გუშინ ანაკლია თბილისში მივიღეთ, ხო ფაქტობრივად მთელი ქალაქი დატბორილი იყო, მათ შორის ახალდაგებული ინფრასტრუქტურა და გზები, ხო? მაგრამ ეს პირდაპირ საფრთხეს არ აყენებს ჯერჯერობით სასიცოცხლო საფრთხეს. ეს სფერო, რაზეც დღეს შევლაპარაკობთ და ეს პრობლემა აბსოლუტურად პირდაპირად არის დაკავშირებული ჩვენი შვილიშვილების, ძმების, დების, მეზობლების, ახლობლების ნათესავების სიცოცხლესთან. და იმის მაგივრად რომ რეაგირება მოახდინონ, ისინი დაკავებული არიან რაღაცა პოლიტიკური კინკლაობით, პოლიტიკური თამაშებით და არის თამაშებით, მოდი ესე ვთქვათ, რომ მოდი აი ეს ადამიანი ჩავანაცვლოთ ამ ადამიანით, მაგრამ სქემა და სისტემა შევინარჩუნოთ, ვიღარ ფული გჭირდება. შავი ფული გჭირდება და შესაბამისად მოდი უბრალოდ ბონდო ჩავანათოთ ჯონდოთი. და ამეთი შეიძლება. ბატონი ივას ისტორია მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის იმისთვისაც, რომ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვათ, რამდენად ფასადურია ხოლმე. არის თუ არა ფარსი თუ ჭეშმარიტების დადგენის სურვილი, როდესაც ქართული ოცნება რაღაცას იძიებს, რაღაც ამხელს და დანაშაულთან ბრძოლას აცხადებს. ხოლმე ეს ერთი კონკრეტული მაგალითია, თუ მართლაც სურდათ ნარკოდანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლა, არსებობდა კონკრეტული საშუალება 8 წლის წინ და ეს გზა არათუ არ გამოიყენეს, პირიქით ჩახერგეს და ყველაფერს თავი რო გავანებოთ, ხო? პასუხი ხო უნდა გაეცათ, ხო ბატონი ივასთვის, რომ ეს მაგალითი რო ავიღოთ, ხო უნდა ეთქვათ, ხო, რომ შენს მიერ მოყვანილი ფაქტები არ შეესაბამება სინამდვილეს. ტყუილია, ცილის წამება დაეყენებინათ მისი პასუხისმგებლობა თუ ცილის წამებაა, ხო? თუ ტყუილია, შეყავს გამოძიება იმაში, რა ქვია, ჩიხში და ხელსუშლი გამოძიება, ხო? ანუ რაღაც რეაგირება ხო უნდა მოხდარიყო. აი ახლაც დავაკვირდეთ, ძალიან საინტერესოა. შეგვიძლია დავაკვირდეთ კონკრეტულ ფაქტზე რა მოხდება. ყველა ფორმალური პროცედურა არის დაცული, თქვენი განცხადება არის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში უკვე გაგზავნილი პროკურატურიდან და ამ ეტაპზე ელოდებით გამომძიებლის ზარს. ჩვენც მივადევნებთ თვალს ამ ამბავს და ძალიან საინტერესოა, ხო, რეალურად ახლა მაინც თუ დაინტერესდება. ქალბატონელისო, იმედი მაქვს, რომ ამ სტუდიაში გაჟღერებული ხმა, ხო, მივა მის ყურამდე, ვისაც ევალება ის საპროცესო ზედამხედველობა იქნება, ის ობიექტური გამოძიება იქნება, ჩემს მიერ მიწოდებული მასალების შესწავლა და აი მაგალითად მე ესე ვფიქრობ და მე დავიწყე რიგითიდან მუშაობა შუარგოლის ხელმძღვანელის თანამდებობაზეც მიმუშავია, მაღალ თანამდებობებზეც მიმუშავია და
უბრალოდ ხო მინდა ერთი რაღაც კიდევ ერთხელ ჩემი სურვილი ესეთი თქვენი ეთერით კიდევ ერთხელ მივმართო ვისაც ხელეწიფება ამ პრობლემის ეს არის პრობლემა ეს არ არის უბრალოდ ერთი ადამიანის აი პოლიტიკოსის ბატონი ლევანის ან ჟურნალისტის ქალბატონილისო თქვენი ან ჩემი ხო როგორც ეს არის საერთო პრობლემა და ვისაც ხელეწიფება ამ საქმეს ერთხელ და საბოლოოდ უნდა დაუსვას ამას ჩვენ რო ვერ თლიანად რო ვერ ამოძირკვავთ ეს სოფლიოშია ეს პრობლემა მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ 1%-იც რო დააკლდეს კიდევ ერთხელ ვამბობ 1 სიცოცხლეს რო გადავარშინოთ ჩათვალეთ რომ ჩვენი დღევანდელი საუბარი ჩვენი მიმართვა იმ ორგანოებზე ვისაც ხელეწიფება ეს ხო არ იქნება ტყვილი თორე ისე არ აქვს არაფერს აზრი და უბრალოდ ელემენტალურად არის ეგ პრაქტიკა პროკურატურაში რომ სულ რო არ დამიბარონ იმ საქმის რევიზია ჩაატარონ რომელიც 2018 წლის იანვარში არის ჩემი განცხადების საფუძველზე აღზრული და ჩემს მიერ წარდგენილი მასალების საფუძველზე მიმდინარეობს გამოძიება აი იმ საქმის ჩაუტანო რევიზია და დამერწმუნეთ რა ერთ-ერთი იქნება ეს სარკისებრი ეფექტი იქნება იმიტომ რომ იმის მერე არაფერი არ შეცვლა და ეს პრობლემა დარჩა პრობლემად